ფორუმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო იმედს და ეთერშია გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 3 ოქტომბრიდან დაიწყო. როგორ და სად უნდა გაიარონ რეგისტრაცია მსურველებმა, რამდენ პროგრამაზეა მიღება გამოცხადებული და რა სიახლეებია პროფესიული განათლების კუთხით, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს. თამარ კაკუტია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული ტესტირების კოორდინატორი და ქალბატონი რუსუდან ჩართოლანი, პროფესიული კოლეჯის იკაროსის დირექტორი. ოდნავ მოგვიანებით კი სატელეფონო ჩართვით შემოგვიარდება ნათელა პაპუნაშვილი, საზოგადოებრივ კოლეჯ AIS-ის დირექტორი. ქალბატონ თამარ, დავიწყოთ რეგისტრაციის პროცესით. სად და როგორ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მსურველებმა? დიდი მადლობა მოწვევისთვის. რეგისტრაცია დაიწყო 3 ოქტომბერს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გაგრძელდება 16 ოქტომბრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურს ცენტრში და ყველა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც მიღება აქვს წელს პროფესიულ პროგრამებზე, პროფესიული კოლეჯები იქნება, ეს საზოგადოებრივი კოლეჯები თუ უნივერსიტეტები, შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ პირს მივიდეს, დარეგისტრირდეს არამხოლოდ ერთ პროგრამაზე, გააკეთოს რამოდენიმე არჩევანი და მოემზადოს შემდეგ უკვე თვის ბოლოს გამოცდისათვის. სად შეუძლიათ, რომ მოიძიონ მან დეტალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ, იგივე საკამათო პროცესის შესახებ? შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naeg.g, მე მგონი უკვე ყველასათვის არის ცნობილი ეს ვებგვერდი. შეუძლია ნებისმიერ პირს შევიდეს, მონახოს იქ ბმული პროფესიული ტესტირება და ყველა სიახლე, რომელიც კი ამ პერიოდის განმავლობაში და იქნება განათავსებული იქნება აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაძლებლობა აქვს ყველას, რომ შევიდეს ამ ვებგვერდზე, მოიძიოს ის მისამართები, იმ დაწესებულებები, სადაც შეიძლება გაიარონ რეგისტრაცია, მოიძიოს ტესტების ნიმუშები, ტესტირების პროცედურები, ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა თანმდევი ღონისძიებები, რაც კი ამ პერიოდში განხორციელდება. ასევე თუ კი გაქვთ სურვილიო ვიდრე სარეგისტრაციო ცენტრში შეხვა, მიბრძანდებით და დარეგისტრირდებით, იქამდე გადახედოთ იმ პროგრამებს, რა პროგრამებზეც არის მიღება გამოცხადებული, ნახოთ, გადაათვალიეროთ ის კოლეჯები, სადაც არის ეს პროფესიული პროგრამებზე სწავლება, შესაძლებლობა ჩვენს ვებგვერდზე მითით არის 2 ბმული, ანუ შესაძლებლობა ექნება ყველას, რომ მოიძიოს კოლეჯების მიხედვით პროგრამები და პროგრამების მიხედვით კოლეჯები, ეს არის ინფორმაცია არის განთავსებული და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ იხილოს. რამდენ კოლეჯს აქვს მიღება გამოცხადებული და რამდენ პროგრამაზე? საერთოდ მიღება ორჯერ ხდება პროფესიულ პროგრამებზე, ეს არის საშემოდგომო და საგაზაფხულო მიღება. წელს საშემოდგომო მიღებაზე 35-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ განაცხადა სურვილი, რომ მიღება განახორციელოს. ეს არის მხოლოდ კოლეჯი, ეს არის ასევე უნივერსიტეტი, რომელსაც ასევე აქვს უფლება, რომ საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამები განახორციელოს. პროგრამების რაოდენობა საკმაოდ მასშტაბურია, ზოგადად რო განვაზოგადოთ 150 პროგრამაა, თუმცა ჯამურად 35 დაწესებულება 450-ზე მეტ პროგრამას ახორციელებს. თქვენ ახსენეთ უნივერსიტეტი, რა პროგრამაზე აქვთ მათ გამოცხადებული მიღება? ანუ უნივერსიტეტები არა მხოლოდ ერთი, სარაფქა ჯავხიშვილის უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, ახალციხის უნივერსიტეტი, ანუ ყველა თითქმის ყველა სოხუმის უნივერსიტეტი ჩაება ეხლა გამოთქვა სურვილი, რომ განახორციელოს პროფესიული პროგრამები. ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა გაზაფხულზე მიღება და ალბათ კიდევ ექნება. ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტს თითქმის აქვს პროფესიული პროგრამები, ახორციელებს ამ პროგრამებს და აქვს მიღება
ეხლაც სწორედ ამ 35 დაწესებულებაში ეს უნივერსიტეტები შედიან. ქალბატონ თამარ, ვის შეუძლია დარეგისტრირდეს პროფესიული პროგრამებისათვის? არსებობს თუ არა რაიმე ასაკობრივი ზღვარი, თუ არის შეზღუდული ასაკის სტატუსი, სკოლის მოსწავლეს თუ სურვილი შემთხვევაში, თუ აქვს უფლება რომ მიიღოს პროფესიული განათლება? მინიმალური მოთხოვნა გახლავთ საბაზო განათლება, არსებობს სხვადასხვა ტიპის პროგრამები, მინიმუმ საბაზო განათლება, ანუ 9 კლასი უნდა კონდეს დამთავრებული, მაქსიმუმ ეს განათლების შეზღუდვა არის სრული ზოგადი განათლება, ანუ 12 კლასი უნდა კონდეს. სხვა შეზღუდვა არ არსებობს. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, ანუ თუ პირს აქვს საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მას თავისუფლად შეუძლია ესწავლოს. მაქსიმალური შეზღუდვა არ აქვს, აქ არის მაგალითები, სადაც 70 წლამდე ადამიანები და მეტიც კიდე შეზღუდვა მოკლედ არ აქვს. ქალბატონ რუსუდან, თქვენ როგორ იმზადებით ახალი ნაკადის მისაღებად? ჩვენ საუბრობდით, რომ საკმაოდ ბევრ პროგრამაზე არის გამოცხადებული მიღება, თუ მოხდა გადახალისება, ვთქვათ, აი პროგრამების გადახედვა და რამდენად იყვნენ ჩართულები დამსაქმებლები ამ პროცესში? 2015 წლებში კოლეჯ ვაიკაროსმა გაიარა ავტორიზაცია სხვადასხვა პროგრამებზე, დაემატა 3 მოდულარული პროგრამა, ესენი არის ბართენდერი, მიღება განთავსების სპეციალისტი და კონსულტანტ გამყიდველი, რომელიც დამსაქმებელთა ძალიან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე დაემატა კოლეჯს. ამ ეტაპზე 8 პროგრამაზე გვაქვს მიღება. ჩვენი პროგრამები საკმაოდ პოპულარულია, რადგან ტურიზმს ეხება და მომსახურების სფეროს, ყველაზე დიდი მოთხოვნა არის მზარეულზე, სასტუმრო საქმის წარმოებელზე, კონდიტერზე, თუმცა სხვა პროგრამები საკმაოდ მოთხოვნადია. 325 ადგილი გვაქვს გამოცხადებული და წელს უჩვეულოდ დიდი ნაკადი წამოვიდა, ვისაც სურვილი აქვს პროფესიულ სასწავლებელში ჩააბაროს და ისწავლოს. დღევანდელი დღის მონაცემებით უკვე 180 აპლიკანტია დარეგისტრირებული კოლეჯში. დღე არის გასული რეგისტრაცია. 180 ადამიანი დარეგისტრირდა. პროგრამები გადახალისდა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ პროგრამებში ყოველწლიურად ხდება ბაზრის კვლევა და მის საფუძველზე პროგრამებზე ასახვა ხდება იმ ბაზრის კვლევის მონაცემებით. რის შედეგადაც უფრო მიზიდველი გახდა პროგრამები, საწარმოო და სასწავლო პრაქტიკის საათები საკმაოდ გაიზარდა, ანუ პრაქტიკა ხდება უშუალოდ კოლეჯში, სასწავლო პრაქტიკა და ერთი თვის მანძილზე მიდიან სხვადასხვა საწარმოში 200 ობიექტთან აქვს გაფორმებული მემორანდუმი, თუმცა სიახლე ის არის, რომ გერმანიის მხრიდანაც მოთხოვნა წამოვიდა ჩვენ სტუდენტებზე და სამთვიან პრაქტიკას საუკეთესო სტუდენტები გადიან გერმანიაში. რამდენი საუკეთესო სტუდენტი? საუკეთესო ამ ეტაპზე 80 სტუდენტი ასრულებენ ერთ კვირაში პრაქტიკას და 20 კიდე უშვებთ. თუმცა იანვარში უფრო დიდი ნაკადი უნდა გაუშვათ გერმანიაში, სასტუმროებში, 4 თვალსაჩინო სასტუმროებში. ქალბატონ რუსუდან, თუ შეგვიძლია ვისაუბროთ აი შედეგზე, ვიცი თქვენ აღნიშნეთ, რომ პროგრამები იცვლება, კონტაქტი გაქვთ აქტიური დამსაქმებლებთან, ითვალისწინებთ ბაზრის მოთხოვნებსაც. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ შედეგებზე, თუ გაქვთ, თუ აწარმოებთ ასეთი ტიპის სტატისტიკას, თქვენმა კურსდამთავრებულებმა, ვთქვათ, შემდგომში იპოვეს თუ არა საკუთარი გზა, გამოიყენეს თუ არა ახლა შეძენილი პროფესია? ბატონო, 2013 წლიდან 2000 კურსდამთავრებული ყავს კოლეჯს, აქედან 85% დასაქმებული არის კოლეჯში მიღებული განათლებით. თუმცა დარჩენილი ნაწილი დაუბრუნდა ისევ კოლეჯს, სხვა სპეციალობები აირჩიეს, რომ მომსახურების სფერო ცოტა ფართი არის და უნდათ რომ მთლიანად გაეცნონ აი ამ სფეროს და უფრო მეტად გაიღრმავონ პრაქტიკული უნარები. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ჩვენი კურსდამთავრებულები არიან უკვე სხვადასხვა წამყვან სასტუმროებში, კონდიტერები, მზარეულები, ტურსააგენტოებში წამყვანი მენეჯერები, სასტუმროს მენეჯერები, ანუ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად კარგ სამსახურში პოვეს თავისი ადგილი. ქალბატონ რუსუდან, ქალბატონ თამარმა ახსენა, რომ ასაკი არ არის შეზღუდული და ნებისმიერ ასაკში აქვს მსურველს შესაძლებლობა, რომ აითვისო, შეისწავლოს ახალი პროფესია. ამ მხრივ რა მდგომარეობა არის თქვენ კოლეჯში და ასევე ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისათვის, როგორი არის თქვენთან დღის გრაფიკი, ხომ არ შეეშლება ხელი მას სწავლაში, ვთქვათ, ძირითად საქმიანობაში? მოთხოვნიდან გამომდინარე, კოლეჯის სიახლე არის ბოლო 2 წელია უკვე. გრაფიკი არის დილის 9-დან ღამის 10 საათამდე შაბათ-კვირის ჩათვლით, ანუ ადამიანს შეუძლია თან იმუშაოს და
პარალელურად ისწავლოს კოლეჯში, ან ისწავლოს უმაღლესში სკოლაში და ასევე ისწავლოს კოლეჯში. ანუ მაქსიმალური ხელშეწყობა მთავარია მოინდომოს, კოლეჯი ყველანაირად ხელს შეუწყობს. ასაკი შეუზღუდავია, მაქსიმალური ასაკი ყავს ჩვენ 60 წელს გადაცილებული ადამიანები, რომლებმაც ზოგიერთმა თავის პირადი საქმეს გახსნეს, რესტორნები, ზოგი კიდევ სხვადასხვა ობიექტზე დასაქმდა. მაქსიმალური ასაკი ვინც სწავლობს ჩვენთან 70 წელია. ძალიან დიდი მადლობა და ახლა სატელეფონო ხაზი არის. შემოგვიერთდება ქალბატონი ნათელა პაპუნაშვილი, საზოგადოებრივ კოლეჯ AIS-ის დირექტორი. მოგესალმებით ქალბატონო ნათელა. გამარჯობათ, მოგესალმებით. რადიო მსმენელს. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ნათელა, თქვენ როგორი მზადებით ახალი ნაკადის მისაღებად, თუ გაქვთ წელს გარკვეული ტიპის სიახლეები? რა თქმა უნდა, სიახლეებით ცხოვრობთ. ყოველთვის ვცდილობთ სიახლეები დავნერგოთ კოლეჯში. კოლეჯი AIS-ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულად შეესაბამება პროფესიული განათლების თანამედროვე მოთხოვნებს თავისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. გვაქვს 3 განყოფილება, ეს არის კაჭრეთის განყოფილება, დედოფლის წყაროს და ალვანის განყოფილება. 3 განყოფილება აღდგენილია და გარემონტებული. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სრულად მწყობრშია. გვაქვს საერთო საცხოვრებელი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, რომელიც 300 სტუდენტს თავისუფლად მოემსახურება, ჰოსტელის ტიპის და კარგად აღჭურვილი. ძალიან ბევრი უპირატესობები გვაქვს, თანამედროვე მოთხოვნათა დონეზეა ყველაფერი და აი 3 განხეთ მოდულარული, საგნობრივი და დუალური სწავლების პროგრამები განხორციელდება. 12 მოდულარული პროგრამა, 14 საგნობრივი და დუალური 2. დუალური პროგრამა ხორციელდება სრულიად სიახლეა ეს საწარმოების უშუალო ჩართულობით და მეღვინე მევენახის და მეცხოველის პროფესიაზე განხორციელდება დუალური სწავლება. ეს არის სიახლე ქალბატონო ნათელა და არის თუ არ არის ინტერესი და ინტერესება საზოგადოების მხრიდან და კიდევ ერთი კითხვა, რამდენი მსურველის მიღებას გეგმავთ, რამდენი მისაღები ადგილი გაქვთ გამოცხადებული? 527 სტუდენტი უნდა მივიღოთ ამ მიღებაზე. 800 სტუდენტი ისწავლის სულ 3 განყოფილებაში და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სტუდენტთა განაცხადის მიღება, აპლიკანტთა განაცხადის მიღება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნათელა ამ მომწორავი ინფორმაციის მოწოდებისათვის. ქალბატონო თამარ, ქალბატონი ნათელა საუბრობდა ერთ-ერთ მთავარ სიახლეზე, დუალური პროგრამების შესახებ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ მსმენელებს, რას გულისხმობს ეს პროგრამა. ჩვენ წინა გადაცემაში გვქონდა ეს თემა და მაშინ ცვლად ვისაუბრეთ აი ამ პროგრამის შესახებ, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ მივაწოდოთ უპირატესობებზე და რამდენ პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება დუალური პროგრამების მიხედვით სწავლება. ეს გარკვეულწილად სიახლეა ჩვენს პროფესიულ სივრცეში. ამ თემასთან დაკავშირებით უკვე რამოდენიმე თვეა საუბრობენ, ამ თემას ხაზი გაუსვა ჩვენმა მინისტრმა, პრემიერმაც. ძალიან საინტერესო და წინ გადადგმული ნაბიჯი არის სტუდენტი, რომელიც ჩააბარებს დაწესებულებაში სწავლების ნახევარ პროცესს, ანუ საგნების ნახევარს გაივლის საწარმოში. მიღების პროცესში სიახლეები გვაქვს. უნდა გაიცოთ თუ სურს მას ამ პროგრამა სურველს აქვს. რეგისტრაციისას ხო ბუნებრივია რეგისტრატორები აუხსნიან ყველას, რომ რეგისტრაციისას მან უნდა მონიშნოს გარკვეული გრაფა, სადაც ის აფიქსირებს იმას, რომ მზად არის ამ პროგრამაზე ისწავლოს ასეთი ტიპით, ანუ სწავლების 50% გაიაროს საწარმოში და ვიდრე ეს ადამიანები გამოვლენ ჩვენს ერთიან პროფესიულ ტესტირებაზე, რომლის საფუძველზე სახელმწიფო დაფინანსებას აძლევს სტუდენტს, ის ვალდებული იქნება, რომ სპეციალური კომისიის წინაშე ჩააბაროს თავისი უნარები. ანუ ამ კომისიის ძირითადი განსაზღვრელი წარმომადგენლები იქნებიან მეწარმეები, რომელიც აპირებენ ამ პირების დაქირავებას სამსახურში, ანუ ისინი ამავდროულად მუშაობენ და თან სწავლობენ, ანუ კეთებაზე გასაუბრების ტიპის იქნება.
დაახლოებით კი ბატონო გასაუბრების ტიპის იქნება, სადაც თავისი უნარები უნდა წარმოაჩინონ. კეთებაზე დაფუძნებული სწავლება, პროფესიული მოგეხსენებათ, პროფესიულში მნიშვნელოვანია პრაქტიკული ნაწილი, თეორიულზე უფრო მეტად და სწორედ ამ პრაქტიკულ ნაწილს გაივლიან საწარმოში. თეორიული ნაწილი კი კოლეჯში იქნება დაფარული. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემაში ახლა რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის პროფესიული განათლება. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა არის პროფესიული განათლება. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს თამარ კაკუტიას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროფესიული ტესტირების కోორდინატორს და ქალბატონ რუსუდან ჩართოლანს, პროფესიულ კოლეჯ იკაროსის დირექტორს. ქალბატონ რუსუდან, გადაცემის პირველ ნაწილში თქვენ აღნიშნეთ, რომ დამსაქმებლები მაქსიმალურად არიან ჩართულები, უშუალოდ პროგრამის შემუშავების პროცესშიც, ასევე გარკვეულ პრაქტიკას გადიან თქვენი სტუდენტები სხვადასხვა საწარმოებში. თქვენ ასევე ისაუბრეთ საერთაშორისო კონტაქტებზე, თუ არ ვცდები, რამდენიმე სტუდენტი ამჟამად იმყოფება გერმანიაში. რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ეს ყველაფერი და შეცვლის თუ არა აი ეს მიდგომა იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც ბედი დაუკავშირეს პროფესიულ განათლებას. ნამდვილად გეთანხმებით, ანუ დამსაქმებლის ჩართულობა უნიშნულოვანესი არის, მათ გარეშე არც პროგრამა არ იქნება ნორმალური და ეს ყველაფერი სტუდენტებზეც არ აისახება კარგად. როგორც გითხარით, წელიწადში ორჯერ კოლეჯი იკაროსი ახორციელებს ბაზრის კვლევას. ჩვენ გვყავს 200 პარტნიორი ორგანიზაცია, სადაც ჩვენი სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და ძირითადად საქმდებიან კიდევაც ამ ობიექტებზე. აი რომელი პროგრამის დამატება მოხდა, თქვა დამსაქმებელთა ინტერესის გათვალისწინებით. მოხდა სამი პროგრამის დამატება, ეს იყო ბართენდერი, მიღება განთავსების სპეციალისტი და გამყიდულ კონსულტანტი. არის მოდულარული პროგრამები, 2015 წელს გავიარეთ ავტორიზაციამ სამ პროგრამაზე, თვითონ სტანდარტი მოდულარული შექმნილი არის უშუალოდ დამსაქმებლების მიერ, პროგრამებიც ანალოგიურად ამ სტანდარტზე არის აწყობილი, თითოეულ მოდულს გაყავს გარკვეულ სწავლის შედეგზე, რითაც შეუძლია სტუდენტს დასაქმდეს და ეს ყველაფერი ძალიან დადებითად აისახა ჩვენ სტუდენტებზე. დასულები არიან 20 სტუდენტი, როგორც აღნიშნე გერმანიაში, საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს, სამი თვით საკმაოდ კარგი გამოხმაურება გვაქვს ჩვენ პრაქტიკის ობიექტზე იქიდანაც და ეს ყველაფერი ცხადია ამ ბაზრის კვლევებისა და ამ დამსაქმებლების ძალიან დიდი აქტიური ჩართულობის შედეგი. ქალბატონ თამარ, ზოგადად მიდგომა არის ყველა პროფესიული სასწავლებლის, რომ გაზიარებული იყოს დამსაქმებლის ინტერესი. ანუ პირველ რიგში ეს სახელმწიფოს პოლიტიკა და სახელმწიფოს მიდგომა და დიდი ინტერესია. განათლება და კონკრეტულად კი პროფესიული განათლება ძალიან მჭიდროდ არის ეკონომიკასთან მიბმული, ანუ სახელმწიფო სჭირდება ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მომზადებული კვალიფიციური კადრები, განსაკუთრებით ეს მოთხოვნა ჩანს პროფესიული მიმართულებით, პროფესიული განათლების მიმართულებით და ეს განხორციელებული პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო დღევანდელი მდგომარეობით ახორციელებს, რომ ბაზრის მოთხოვნის, ანუ დამსაქმებლების მოთხოვნის შესაბამისად მომზადებული სტანდარტებია, ეს მოდულური პროგრამების მომზადება, 50-მდე პროგრამა არის დღევანდელი მდგომარეობით მომზადებული და დანერგილი. ეხლა უკვე სიახლე შემოიტანეს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, სადაც პრაქტიკულ ნაწილს სწავლობენ საწარმოში, სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები მაქსიმალურად ხელს უწყობენ კოლეჯებს, უნივერსიტეტებს, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც პროფესიულ პროგრამას ახორციელებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ დაუახლოვდეს, მჭიდრო კავშირში იყოს შრომის ბაზართან, დამსაქმებლის მოთხოვნასთან და სწორედ მათი მოთხოვნის შესაბამისი კადრები მოამზადონ მიდანიდან ეს უახლოესი გზა არის დასაქმებისაკენ. ეს მიდგომა. გადაცემის დასაწყისში თქვენ აღნიშნეთ, რომ წელიწადში ორჯერ ცხადდება მიღება, შესაბამისად წელიწადში ორჯერ ცხადდება რეგისტრაცია პროფესიული პროგრამებზე სწავლის გაგრძელებას
გაგრძელების მსურველთათვის. რეგისტრაცია დაიწყო გუშინ 3 ოქტომბერს. გასაგებია, რომ ჯერ ძალიან ადრეა შედეგზე საუბარი, მაგრამ როგორ ატყობთ, არის თუ არის ინტერესი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები იყო წელს შეთავაზებული. ინტერესი ძალიან დიდია და გასაოცარი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მესამე წელია გამოცდას, ანუ მე-7 გამოცდას ვატარებ უკვე პროფესიული მიმართულებით და ასეთი შედეგი, რომ პირველივე დღეს ამხელა მოთხოვნა ყოფილიყოს, რიგები იდგა სარეგისტრაციო ცენტრებში და 2000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა პირველივე დღეს, ასეთი შედეგი არ გქონია. ანუ მისასალმებელია და ძალიან კარგია, ვფიქრობ ეს ასეთი დამოკიდებულება ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ სწორედ იმ მიდგომამ, რასაც აქამდე საუბრობდით, ანუ შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებამ, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლამ, თქვათ, პრაქტიკაზე უცხოეთში გაგზავნამ თუ ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე მაქსიმალურად დასაქმებამ ამ კადრების და უკვე როდესაც თვითონ თავის თავზე გრძნობს პირი, რომ თუ რამდენად დიდი სარგებელი მიიღო ამ პროგრამაზე სწავლისას, მისი ნაცნობი მეზობელი უკვე ყოველ თითქმის ჩართულია, ვფიქრობ, ამ პროცესში და დღითი დღე უფრო მატულობს მოთხოვნა პროფესიულ განათლებას. მაგრამ არ არის მხოლოდ რეგისტრაცია საკმარისი, მათ უნდა გაიარონ ტესტირება. რა ტიპის ტესტებზე არის საუბარი? მოკლედ ორი სიტყვით რომ თქვათ, ესე იგი 3-ში დაიწყო რეგისტრაცია, გავიმეორებ და 16 ოქტომბერს დასრულდება. 16 ოქტომბრის ჩათვლით. 16 ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებელია დარეგისტრირდნენ პროგრამებზე, არაერთ პროგრამაზე შეუძლიათ გააკეთონ რამოდენიმე არჩევანი. მთავარი მოთხოვნა გახლავთ, რომ ერთი და იგივე ტესტის ტიპი ემთხვეოდეს. სულ არის 11 მიმართულება პროფესიულ სწავლებაში, 11 მიმართულება შესაბამისი პროგრამები არის მომზადებული და შესაძლებელია რომ ისწავლონ ამ პროგრამებზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ პარალელურად შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს. საინფორმაციო შეხვედრები ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ თითოეულ პროფესიულ და პროფესიულ სასწავლებელში და უნივერსიტეტში, სადაც ხორციელდება ეს პროგრამები, შეფასებისა და გამოცდების ცენტრი მიდის და საინფორმაციო შეხვედრას ატარებს აპლიკანტებთან. ანუ აკეთებს განმარტებებს თუ რა ტიპის ტესტები აჩვენებს, ტესტების ნიმუშებს, ტესტირების პროცედურებს, რა შეიძლება ტესტირებაზე რო იქონიო, რა დრო ჭირდება ამ ტესტს, რამდენი შეკითხვა, და ძალიან მოკლედ რომ მივაწოდოთ ჩვენს მენელებსაც ეს ინფორმაცია, რა ხანგრძლივობის არის ტესტი, რამდენი საკითხისგან შედგება და რამდენი ტიპის. მიმართულებას აქვს თავისი ტესტი 1-ია, უბრალოდ პირობითად ორი ნაწილად არის გაყოფილი, უნარების ნაწილი და საგნობრივი ნაწილი. უნარების ნაწილი 40 შეკითხვისაგან არის მომზადებული, საგნობრივი 40-50 შეკითხვისაგან დამოკიდებულია რა საგანს აბარებს. საგნები გახლავთ პროფესიების მიხედვით, ქიმია, ბიოლოგია, ქართული, უცხოენაზე არჩევანს აკეთებენ თვითონ კოლეჯები, ანუ რომელი უცხოენა აქვთ მას სურვილი ასწავლონ შემდგომ და რომელი უცხოენა ჭირდებათ. ტესტების ნიმუშები ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. ტესტირების პროგრამა, რომელზეც ტესტური დავალებებია, რომლის შესაბამისად ტესტური დავალებებია მომზადებული, განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე. ეს არის 9 კლასის ბაზაზე, საბაზო განათლება არის სავალდებულო. საბაზო განათლებიდან მოდის შეკითხვები, აქ არაფერი უცხო და განსაკუთრებული არ არის, ანუ სკოლის პროგრამიდან მოდის ეს შეკითხვები. საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდგომ მას აპლიკანტებს მიუვათ SMS-ები და ჩვენს ვებგვერდზეც განთავსდება, რომ საგამოცდო ბარათები უნდა აიღონ. ამ საგამოცდო ბარათზე წერია მისამართისად უნდა მივიდნენ გამოცდაზე, რომელ საათზე უნდა მივიდნენ. გამოცდა დაახლოებით საათნახევარი გრძელდება, თუმცა დავალების დამთავრების საშუალება ექნებათ და შესაძლებელია, რომ მეტი დროც ჭირდებათ, გონივრულ დროზე აქ საუბარი, ის
დრო დაუთმონ გამოცდის ჩაბარებას. გამოცდის შემდგომ მომზადდება რანჟირების დოკუმენტი, რომელიც დაურიგდება და თვითონაც შეუძლიათ რომ შევიდნენ და ნახონ. ანუ ეს არის სრული ეს არის სრული პროცესი. რა სირთულის არის ტესტირება და სად ტარდება ძირითადად? ტესტირება ტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ანუ პროფესიულ კოლეჯებში, უნივერსიტეტებში, შესაძლებელია სკოლაშიც, აი წელს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საჯარო სკოლამ გამოაცხადა პროფესიულ პროგრამაზე მიღება და სკოლის სწავლების პარალელურად პროფესიულ პროგრამებსაც ასწავლის, ანუ იქაც ჩატარდება გამოცდა. გამოცდები ჩატარდება ძალიან კომპიუტერის საშუალებით, საკმაოდ ნორმალურ კარგ გარემოში, ისევე როგორც მისაღები უმაღლესი პროგრამებზე მისაღები გამოცდები ტარდება. მთელი დღის განმავლობაში შედეგს როდის იგებენ აპლიკანტები? გამოცდის შემდეგ დაახლოებით 5 სამუშაო დღის ვადაში მზადდება რანჟირების დოკუმენტი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ და განთავსდება ჩვენივე ვებგვერდზე, ასევე თავისი თითოეულის პირადობის მოწმობის ნომრით შევიდნენ და ნახონ თავისი შედეგი. ძალიან დიდი მადლობა ამ უმწურავი ინფორმაციის მოწოდებისათვის და გადაცემის ბოლოს კიდევ ერთ საინტერესო თემას შევეხებით. ეს არის სტუდენტური კონკურსი. თავისუფალი ასოციაცია სტუდენტებს საინტერესო კონკურსს თავაზობს, ახალგაზრდებს გადაცემის მომზადება რადიო პროგრამის ფარგლებში მოუწევთ და ეს კონკურსი საერთაშორისო ორგანიზაციების, თბილისის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხარდაჭერით მიმდინარეობს. სატელეფონო ხაზი არის კონკურსის კოორდინატორი ეკა მიმინოშვილი. მოგესალმებით ეკა. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით, რომ დრო გამოყავით. ჩვენი კონკურსის თვის და ახალგაზრდებმა უკეთესად შეიტყონ ამ კონკურსის მიმდინარეობის შესახებ. საფუძების მიღების ვადა იწურება 6 ოქტომბერს, თუმცა გამოცხადებული ქონდა 12 სექტემბრიდან. როგორ არიან თუ არა აქტიურები ახალგაზრდები და რამდენად არის ინტერესი? აქტიურად არიან, თუ გავითვალისწინებთ 50-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული. და რაც საინტერესო არის, რომ ძირითადად აგზავნიან ახალგაზრდები, რომლებიც არ სწავლობენ ჟურნალისტიკის მიმართულებაზე. თუმცა ეს კონკურსის გვადა რომ აუცილებელი არ იყო, რომ ყოფილიყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ეს კონკურსი ხორციელდება ონლაინ რადიო პროგრამის ფარგლებში, როგორც აღნიშნეთ. და მიზნად ისახავს ახალგაზრდების გააქტიურებას, მათი აზრების ურთიერთგაცვლას ერთიანი პლატფორმის შექმნას. და თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მარტო საქართველოში არ ხორციელდება ეს რადიო პროგრამა, არამედ არის აზერბაიჯანსა და სომხეთში. რამდენად უკაცრავად ეკა თუ არიან თემაში შეზღუდულები, რამდენად არიან თავისუფლები, თუ აქვთ კონკრეტული დავალება მიცემული? თემა ჩვენ რადიო პროგრამის ფარგლებში გვაქვს თემატური პრიორიტეტები, რომელიც არის ადამიანის უფლებები, გენდერული საკითხები, გარემო, ეკოლოგია, სოციალური საკითხები და მათ ახალგაზრდები, რომლებიც ვთქვათ, გაივლიან ამ პირველ ეტაპს შერჩევას და მოხვდებიან ფინალისტებში, 15 ახალგაზრდა იქნება ფინალისტი, ისინი მოამზადებენ უკვე მათ მიერ შერჩეულ თემაზე 10-15 წუთიან რადიო გადაცემას. და მათ გადაეცემათ შესაბამისი დიახ, მათ გადაანუ პრიზები საპრიზო ფონდის თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გამოყო და პირველი 3 ადგილი არის საპრიზო. პირველ ადგილზე გასული მიიღებს 640 ლარს, მეორეზე 530 ლარს და მესამეზე გასული მიიღებს 400 ლარს. და გარდა ამისა, მინდა აღნიშნოს, რომ თბილისის მერიასთან ერთად ისინი ონლაინ რადიოს და შესაძლოა კონკურსის ხარდაჭერები არიან ფონდი რია საზოგადოება საქართველოს, შვედეთის საერთაშორისო განათლების აგენტო და SOURCE ფაბრიკიდან. ასევე მინდა დავამატო, რომ იმდენად დიდი არის დაინტერესება, რომ გუნდროსაც საინფორმაციო ბანერებს ვათავსებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ნებართვაც გვაქვს. ახალგაზრდები თვითონ მოდიოდნენ და ბორცქებდნენ ის კონკურსია სტუდენტებისთვის, რომ არის გამოცხადებული. ანუ 6 ოქტომბრამდე მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ თქვენ კონკურსში. დიახ, უნდა გამოვაგზავნონ და უნდა გამოვაგზავნონ კითხვაზე პასუხი თუ რატომ სურთ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ძალიან დიდი მადლობა ეკა საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისათვის. რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ გადაცემას, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენი გადაცემის მთავარი თემა იყო პროფესიული განათლება. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მსმენელებს, რომ რეგისტრაცია დაიწყო 3 ოქტომბერს და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე და იმედიან კვირას გისურვებთ.
რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.